და როგორც იქნა GTA 6-ის მეორე ტრეილერი დაიდო და კაი იქნებოდა ახლა ტრეილერის დადებას პირდაპირ GTA 6 დადებულიყო, მაგრამ ჯანდაბას ტრეილერს ახლა უნდა უყუროთ თქვენთან ერთად, რომელიც სულ რაღაც 45 წუთის წინ დაიდო. მაინტერესებს ხოთაშორის აქ რეები მოხდება. კაია, ტრეილერში პირდაპირ Rockstar-ის ლოგო და Rockstar ბიჭო, რატო გადაგვიდე კიდევ ერთი წელი GTA 6-ის გამოსვლათო? GTA, ანუ 2025-ში ველოდებოდა, ახლა 2026-იო და კაი რა ბიჭო, რა მოხდა, მაგრამ პირველ რიგში მინდა აღნიშნო ის, რომ მე მომწონს, პირდაპირ ნიშნობით მომწონს, რომ GTA 6 იქნება მაიამის მაპზე რა, მაიამში იქნება ახლა ეს სიტუაცია და მეორე, მაიამი იმიტომ ხა ტროპიკები და რაღაც ეს ამერიკული სინათლე მომწონს, ანუ თეთრი გზები და რაღაცეები და მაიამში ყველაზე კარგად არის ჩემი აზრით ხასიათი ჩადებული. და ბიჭო გრაფიკებმა თითქოს ვერ გამაოცავდა, რატო ვერ გამაოცა გრაფიკებმა არ ვიცი, წესით ანუ GTA 5-თან შედარებით, ანუ ცადა დედამიწაა, მაგრამ თითქოს რაღაც ეს ახალი თამაშები და რაღაც მულტფილმები, ვიდეოები, რა ვიცი, რაღაცები რო გამოდის, თითქოს მეც ველოდებოდი, არ ვიცი რატო ველოდებოდი მეც, მაგრამ რა ვიცი, ფაქტი ეს არის და უნდა აღმეხნიშნა, რომ თითქოს უფრო მეტი მინდოდა ამ თამაში გრაფიკა, მაგრამ დეტალები რაც პირველ ტრეილერში ვნახე, იყო სასწაული და ეხლა ვნახოთ აქ რა იქნება. წავიდა, ეს სცენები რო ბევრი არის ამ თამაში პირდაპირ ნიშნობით მომწონს, იმიტომ რომ თვითმფრინავები, ჩიტები, კატერები, აგერ ეს რაღაც ხვლიკები თუ ესე დადია მართლა. რა ჩანს აქ? მანქანების გაფუჭება და დაძველება ხადაობ რა კარგად არის, თითქოს ჟანგები რო ედება, ძალიან მაგარია და რეალურ ეფექტს აძლევს. სახლი ხო იმენა დატვირთულია და რავი მარტო ერთი სახლის აგებას ალბათ იმდენ ხანს უნდებიან. პრინციპში კი უნდა ამ თამაშის გაკეთებას 10 წელი. ხადაობ, ნახე რა კარგად არის, ქვიშაზე საბურავების კვალს შეხედეთ. აქ აგერ ამის, ამეთ ახლა მოდებს თუ ბიჭო, ანუ ეს მანქანა აშკარად GTA 5-იც არის და რატო გადამოიტანეს? აქ ესეც არ ვიცი, მაგრამ აქ ეხლა ტრეილერში ჩანს, რომ უფრო მასშტაბურად გადიდებულია, არ ვიცი, უფრო დიდი მანქანა ჩანს, მაგრამ მოდელი იგივე არის ზუსტად და Rockstar-ს რა გაუჭირდა, რომ ვერ იყიდა ეს მანქანების ლიცენზიები, მაგრამ რა გაუჭირდაზე არ არის, არ უნდა თუ რა იყიდა. ბალახები ყველაფერი ძალიან კარგად, ხადაობ კაც შეხედეთ, უბრალოდ ფეხზე ზარღობი როგორ ეთყობა. იმას ფეხზე ზარღობი კი არა, მას ნახეთ, თმები, აქ კუნთები, ვენები, წვერები ნახეთ რა მაგრად არის და GTA 5-თან მართლაც დედამიწა არის ეს თამაში. აგერ ეს უბრალოდ ელემენტარული ყველაფერს თავი დავანებოთ, ობუბის ქსელს შეხედეთ სახლზე. ხეის დამუშავება ყველაფერი ძალიან მაგრად არის ძმაო გაკეთებული. მზე როგორ ანათებს ამას ნახეთ თავზე, სახის ნაუჭები და რაღაცები ყველაფერი ჩანს. აი ეთყობა რომ რაღაც თითქოს კანზე აცვია საროჭკა და არ არის როგორც GTA 5-ში პროსტა მიმაგრებული და მიხატული რა და ძალიან მაგარია მომწონს. თმები ხელზე ასევე დეტალები, მაგრამ ეს ალბათ main პერსონაჟები რო არის, story პერსონაჟები, ალბათ მაგიტო და თუ ესეთი დეტალები ექნება უბრალოდ NPC ტიპებსაც, ხელები ამიწევია ძმაო. უკან შეხედეთ ის რაღაც რო ამოდის იქედან, ანუ ყველაფერი რო ეს ზარმაც არ არის, თუ ოპოსუმი. არა, ზარმაც არის. აი, ერთი წამით აი როგორი ის აქ იცი მოძრაობა ტიპებს, აი თითქოს სადღაც მოქვს ანახე ეგეთი საბეჭდები მომრჩება რა. რატო მინდა რომ აქ მაინც რეალური მოძრაობები იყოს ვერ ხვდები, მაგრამ არ ვიცი, სადღაც მაქვს ანახე თითქოს რა. დაწერეთ კომენტარებში თქვენ თუ ეგეთი საბეჭდები გქრება და ზოგადად რას ფიქრობთ GTA 6 და რა მოლოდინები გაქვთ. დეტალები და დეტალები ძმაო, ამაში ხედეთ. სათვალები როგორი რეკლავს ყველაფერს. თმები როგორ არის გადმოსული კეპზე, ბიჭო, არ მჯერა, ესეთი უბრალოდ როგორ შეიძლება იყოს თამაში, არ ვიცი ძმაო, რა ვერ წარმოვიდგენია უბრალოდ თამაში როგორ უნდა მოვიხსნა კეპის გარეშე და კეპს რო დაიფარებ, მე ალბათ ესე გადმოდის თმები ავტომატურად, არ ვიცი, GTA 6 გამოდი მალე, Rockstar, მაგრამ ვიცი თუ 26 მაისს გამოდის. ხელზე თმები, მუცელზე რაღაც, Chains ნახე როგორ მოძრაობს ყელსაბამი, პირდაპირ მიმაგრებული არ არის. აქაც დეტალები. ნახეთ უბრალოდ. წვიმის ხალი რა, როგორი რეკავს, ნახეთ იმ სტოლბას და რაღაცებს. ბოდს, კაი, სტოლბას თავი დავანებოთ. და GTA 5-ში ახლა პარალელს ვავლებ რა ზოგადად. GTA 5-ში ეს წყალი, წვიმის წვეთები, წვიმის შემდეგ ძალიან მალე ქრება და აქ იმედი მოქვს ცოტა სხვანაირად იქნება. და ცოტაღანი დარჩება მაინც რა, რომ აი თითქოს მოშრეს, თრად რეალური მას ხო არ გადმოიტანენ, არ ვიცი რა. აქ ტალახი, მაგარია ძალიან.
აი აქ ზურგზე ოფლი ყველაფერი ნამუშევარი რო არის ბიჭო არ ვიცი რა ანუ ეს ხომ მეინ პერსონაჟია რა მთავარი ამით რო ვიული და ვირბენ მე ეს გაუფლიანდება და ესე ჩამოაუფლი და თამაშიც ეგრე იქნება რა ვიცი მაგრამ შეიძლება ტრეილერში ყველაფერი სხვანაირად არის სახზეც ნახე დეტალებს აქ ყველაფერი ლურსმანი ეგეც მიჭედებულია ფიცარს და ჩანს ყველაფერი ოკეი აქ ნახოთ ერთი წამი წვერის დეტალები აშკარად ძალიან კაია ჟანგი მომწონს დანარჩენი ხო აქ ხა ისეთი არაფერი თმები და რაღაც მაგაზე საუბარი აღარ არის რა ოპა ჩხუბები არის აშკარად აქაც ჩიტები დაფრინავენ აი შეხედით მეზოვეები გარეს და ბაღის მოვლის სასტავი რა ძალიან მაგარია მომწონს იმიტომ რომ GTA 5 ეგეთი რაღაცები გვაკლია აქ ეს თუ გვექნება მე პირადად როგორც კონტენტ კრეატორს და GTA 5-ის მეფეს აი ვღადაობ ხა GTA 5-ის მეფე არ ვარ მაგრამ კონტენტი ხო ჩემია რა ჩემი კონტენტი არა მაგრამ მამეთ ხო ჩემი კონტენტია იმას კი არ ვიძახი რომ სხვების კონტენტი არ არის просто ჩემი კონტენტი ხო არისო GTA 5-ი ხო მაგ ყველაფერი აწყობილი რა და GTA-ზე ანუ ესეთი სიტუაციები მაკლია იმიტომ რადგანაც მე real life რაღაცებს ვიღებ ანუ ესეთი მოძრაობები რო იყოს ახლა ქალაქში და რაღაცებს რო აკეთებდნენ და ხო ხტებით ანუ უფრო გამიადვილდებოდა ჩემი სიუჟეტი უფრო კაი იქნებოდა და GTA 6 მოლოდნებს გადააჭარბებს ჩემი აზრით და იმედი მოქვს რომ როგორც აქ არის ახლა ვიდეოებში ყველაფერი გალამაზებული და რაღაც ტრეილერებში ეგრე იქნება რეალურადაც თამაში რა დეტალებს შეხედეთ ქვიშას უბრალოდ დააკვირდით ფეხსაცმელებზე ქვიშა რა მაგრად არის ეკით ვარჯიში მიდის და ნუ ძალიან მაგარია უბრალოდ ხუთთან შედარება არ შეიძლება მართლა აი ეს ქვიშაში როგორ არის ნახეთ დაბლა ესეც დასრული მწონები და ეხა პალმები მაინტერესებს ერთ პალმებიც ნახეთ GTA 5 მთლიანი ტოტი ქანაობს ხოლმე და ხე რა და აქ თითოეული ტოტის ფოთოლი ქანაობს მაგარია დროშას ძალიან ლამაზად ფრიალებს და რეალურად მაქსიმალურად ლუდს დააკვირდით ლუდი როგორ ფამფალებს შიგნით რა არ ვიცი რანაირად დავხსნა კატააკი რა ძალიან მაგარია ბიჭო ანუ დეტალები იმდენად მაგრად აქვს გაკეთებული და იმდენად მაგრად არის ყველაფერი შესრულებული ნუ არ ვიცი რა ეხლა ეს მგონია რომ რეალური ქალი არის შემოდის რაღაცა და ამას ეხლა უბრალოდ შეხედეთ ეს ეხლა არ გონიათ რომ უბრალოდ რაღაც რეალური ვიდეო კადრი მგონია ეხლა გარეთ მაგრამ მე ვიძახი რომ არ მომწონს ამის გრაფიკები მაინც და მაინც ვერ გამაუცადო კაი არა ცუდი არ არის მაგრამ ანუ 80% 20 დამაკდა მაგრამ ამ კადრში 100%-ია ძმაო ალბათ არის რაღაც მომენტები ამინდი ყველაფერი ისეს დამოკიდებული ალბათ რა და უსახკარო შეხედეთ რამდენად რეალურია არა ძმაო ძალიან მაგარია აი ძალიან მაგარია რა საღო კაი რა Rockstar რა განათებები აქ მაინც გაასწორონ რა მოხდა ესე GTA 5-ი ცუდი განათებები აქვს პოლიციის მანქანებს აქაც იგივე განათება ზუსტად არაფერი არ არის შესული ძმაო GTA 5-ის ის რაღაც განათების პლაგინი აიღეს ან სკრიპტი თუ რაც არის ან კოდი და კოპი და პეისტ გავუკეთეს აქ და რა ვიცი GTA 5-ი ახლა პოლიციის მოუწ რო ვიღებ რაღაც emergency light system არის მაგას ვაგდებ და მე brightness უმატებ აქ რაღაცებს რა და აქ ეს არ მომეწონა აი არ არის რა ეს განათება ხო ხვდებით რა აი ესეთი სიტუაციები რო თუ იქნება ქალაქში მაგარია რა და იქნება აშკარად ეხლა რა ნახეთ რა აქ ჩხრეკა რაღაც ემენა ტიპიური ამერიკული თამაშია რა ნუ აქ დეტალებზე აღარ ვსაუბრობ არაფერს იმდან მაგრად არის გაკეთებული Jason Duvo ერქმევა როგორც ჩანს ამ ტიპს კლავიატურა როგორ მოწია ყველაფერი ნიკ GTA 5 უბრალოდ დევს რა და ეს გოგო როგორ ჩანს დაჭერილი იყო სტორი არის ამ თამაში უფრო გადმოტანილი ამ ტრეილერში უფრო სწორედ და თმები რა ლამაზად არის თო ეს ვართ მე და თიკო გზას ყველაფერს შეხედით გზაზე როგორ ყრია ნაგავი ბიჭო ძალიან მაგარია მალე გამოდი რა მაისურის როგორი დასრულია ნახეთ ესეთები არ გვინდა ძმაო გადავახვიოთ GTA 5 ხო არის ვახ ჩემის რა გავაკეთე სად ვიყავი სპოილერი არ ვნახო GTA 5 ხო არის ის რა ქვია 16 პლუსი და ეს იქნება მოჭული 21 პლუსის რა არის ბიჭო კიდე კაი ამ გოგოს რაღაც ფოხანი მაინც აცვია და მთლად ისე გახდელი არ არის ოკეი ეხა ბიჭო მე რა ვთქვი ეს რა არის აუ არა ხელის ტექსტურას რო შეხედეთ რა მაგარია
სხვა რაღაც ტექსტურები არ ჩანს და კაი არ ჩანს, რავი, თამაში დატოვონ რაღაც წმინდა. აუ, ლუ შეხედეთ, რომ მიუჭახუნა რა, მაგრად გადავიდა. მაგარია რა. აუ, გეხვეწები ოღონდ ეს ყველაფერი არ იყოს, მაო, ვიდეო დადგმული რაღაცეები და თამაშიც რეალურად ესეთი რაღაც მომენტები იყოს შეგვიქნას და აი ახლა Mortal Kombat-ში რო თამაშობს თორში ხო გადადიხარ რა და სანამ ახლა რაღაცა ჩატვირთავს, მანამდე მულტფილმი ვით გაჩვენებენ ტიპები რაღაცას, კაი გრაფიკებით და რაღაცებით და დიდი იმედი მაქვს რომ ამ თამაში ეგრე არ იქნება. მამე GTA 5-ის ტრეილერი რო ვნახე, ხო რა, ტრეილერია მაინც რა, ბევრს მაინც ვერ გავიგებ თამაში. შევხედავთ კი დეტალებს, ტექსტურებს რაღაც იმას ამას, მაგრამ თლად ეგეთი იქნება თუ არა, არ ვიცით, იმიტომ რომ ძირითადად ეხლა ხო ხვდებით პირდაპირ თამაში არ აქვს დარეკორდებული რა. აი იგივენაირად ეხლა აქაც. ჩაოლებრივად ქალაქში რაღაც ქუჩაზე მოქმედებები მიდის, როგორც რეალურ ცხოვრებაში რაღაცებს ალაგებენ, ეს ყველაფერი არის გადმოტანილი, ძალიან მომწონს რა. და ჩემი გეიმპლეიები იქნება მაქსიმალურად მაგარი დარწმუნებული ვარ. ოკეი, ნაკ რა ხდება? всё, მაკიაჟი ნახეთ. ეს თავარ პერსონაჟს. აქ უკვე თმები სხვა სტილზე აქვს მაკიაჟი ყველაფერი, აქაც ნახეთ თმები რა, მაგრად არის თო. მომწონს. ოუ, ძმაო, რა იყო ჩემი? დაკუნთულია ტიპი. ნახეთ პირსახუცის ტექსტურა, ყველაფერი ჭრილები როგორ გადააქვს რა, ტექსტურა როგორ ეწყობა. ძალიან მაგარია, ძმაო. ეს ტიპი ეხლა უკან მეგონა რეალური კადრიტო? არ მეგონა ეხლა, მაგრამ გავს რეალურ კადრს მაქსიმალურად. თმები ნახეთ რა მაგრად აქვს. ვაიმე ბიჭო, მალე გამოდი. აი GTA 6 იქნება ბიჭო რაღაც ბომბი YouTube-ზე რა. ნეტა Black Mamba როგორი იქნება, აქ ერთი Black Mamba გადამაღებინა, პოლიციელების ტექსტურების ნახე რა მაგრად არის. აუ რა, კაია ბიჭო, აქ LSPD-ის გადაღება იქნება რაღაც ასწაული. აქაც საკმაოდ კარგი დეტალები. არა, მომწონს. თითქოს რაღაც არ მომეწონა და მე მომწონს რა. ერთი წამი. მანქანებს წერან ხო თქვი რა და ეხლა ნახეთ აგერ ჩანს რომ GTA 5-ის მანქანა აქვს გადმოტანილი, ეს GTA 5-ია. შეცვალო ბიჭო, თორე გავგვიждები რა. აქაც ნუ ეს რაღაც სტანდარტული, აუ არა, ძალიან მაგარია რა, ამას შეხედეთ რა. ბიჭო, რაღაცა ცუდად გვანიშნებენ ჩვენ ამ თამაში, რაღაც ზედმეტი მსგავსი სცენები იქნება ალბათ რა. აუ, ამას შეხედეთ ბიჭო, ქუჩაში რა მაგარია, ანუ წარმოვიდეთ Black Mamba-ს ვიღებ. რაღაც ეგ ჩვენი განგსტარ რაღაც ყველაფერი. ქუჩაში მივწასობ და ესეთი სცენებია და ეს ტიპი რაღაც ეცახმის გამატარებ. ბიჭო, ან მაგარი თემა დაიდგმევა რა. აქ ის გოგო დგას ფოტოებს. მეთქი მალე გადაიღე, გვეჩქარება აქ ხალხს, ეს როლები ატყდება. მაგარია იმენა, მაგარი. რატომაც გადაიდო GTA 6 გამოსვლა ჩემი აზრით. ელოდებიან ალბათ ახალი PlayStation-ის გამოსვლას და ზუსტად აქაც ნახეთ, გამორიცხული არა რომ ეს იყოს სპოილერი და მომდევნო PlayStation იყოს ესეთი. ნუ აშკარად ეხლა აქ ვიდეოშივე ჩანს რომ PlayStation-ია, გინდ რაც GTA-ს მხრიდან დახატული იყოს ეს ყველაფერი. მეორე ვარიანტია ზუსტად ესეთი არ იქნება, მაგრამ განათებებით აშკარად რაღაც გვანდიშნეს და შეიძლება ესეთი იყოს PlayStation 6. ლუდის გაზის შუშხუნებს შეხედეთ რა მაგარია, აქაც დეტალები. ჯოისტიკი შეიძლება ესეთი იყოს, არ ვიცი. ანუ დიდი ალბათ, ანუ არ არის გამორიცხული რომ ზუსტად ესეთი იყოს რა PlayStation-ის მოდელი რა, ახალი PlayStation-ი. არ ვიცი, დაველოდოთ დისკის შესაძლებელი აქაც ეს ჯოისტიკი. აქაც ნახეთ ეს განათებები. საინტერესოა, ნეტა ესე თუ იქნება, მაგრამ ეს თითქოს რეტრო სტილია. არ ვიცი, ნახოთ. წესარ ამას ვერ ვიტყვით. ეს გოგო აშკარად სადღაც სამსახურიდან მოვიდა, ალბათ სამსახურები და რაღაც ჯობები იქნება და საინტერესოა. ბიჭო, დატვირთულია ძალიან თო. ესენი თუ ესე სახლებს და რაღაცებს თავს აკლავენ. მაგარია. ძალიან ზერს კი არა, ამას შეხედეთ რა. ნუ აქ ხა ისეთი არაფერი. ან რაღაც კონკრეტ აი აქ ნახეთ ბიჭო, რა კარგია ეს რო იცხლიტავს რაღაცებს რა. ტყვის ნასრულები ნახეთ რა მაგრადებს ჩნევა გზაზე. ანუ ჯერ ვერ წარმოვიდგენია ბოლომდე თამაში როგორი უნდა იყოს, როგორი იქნება, მაგრამ it's okay.
ნუ ეხლა უბრალოდ ვიდეოს უყურებ, ესეთი შავი წელი მაქვს, რომ მულტფილმს უყურებ, ანუ თამაშის თორი როგორი იქნება, არ ვიცი, მაგრამ ბუმი იქნება, ანუ ბუმ და всё, რა გასკდება მთელი YouTube რა. საღო. და ბოლოს ალბათ აეწერება 26 მეი, ხო? რა თქმა უნდა, 26 მაისს. სპეციალურად PS5-ზე. Xbox Series X და S-იც იქნება, არ ვიცი, მაგრამ დაწერთ კომენტარებში რა სწორად ამ თამაშზე და ელოდებით თუ არა და რა მოლოდინები გაქვთ ამასთან დაკავშირებით და ხო, შეიძლება Black Mamba-ის მერჩი, იმიტომ რომ აქ GTA 6-ში Black Mamba იქნება რაღაც ფურორი და ხო, ჩემ რჩევა იქნება, ვინც YouTube-ზე ის რაღაც აწყებოს აპირებთ გეიმ მიმართულებით. ეხლა დაიწყეთ, იმიტომ რომ GTA 6-ი რო გამოვა და უკვე რაღაც პატარა საფეხური გექნება შექმნილი, თქვენი არხი იქნება ანუ ესე გავარდება, თუ ხარისხიან ვიდეოებს გადაიღებთ, რა თქმა უნდა. მოკლედ. სამწუხაროდ კიდევ ერთი წელი გვიწევს, მარტი, აპრილი, მაისი, ეხლა მაისი, ზუსტ ჩემი 1 წელი და 20 დღე გვიწევს ჰოლდენი. ძალიან დიდი დროა, მაგრამ ნახოთ, მანამდე ალბათ კიდე გამოვა ტრეილერები და დაველოდოთ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ჩემს მეორე არხზე ცოტახანა ვიდეოები არის დებები, იმიტომ დამასტრაიკეს რა და არ ვიცი რა მაგაზე მე იმ არხზე რო დავდებ ვიდეოებს ნახოთ, რატო დამასტრაიკეს. ერთი კვირა ვერ დავდებ ვიდეოებს, თუმცა დროებით